ბარაკონის ეკლესიას მდინარეები რიონი და ლუხუნი ჩამოუდის. ტაძრისა და თამარის კოშკს შუა მიმავალი გზა მამისონის უღელტეხილისაკენ მიემართება. გადმოცემის მიხედვით ტოპონიმი ბარაკონი ბართა კონას, ანუ მთების შუაგულში არსებულ ვაკე ადგილს უნდა აღნიშნავდეს. ბარაკონის ეკლესია 1753 წელს რაჭის ერისთავმა როსტომმა აგებინა და იმთავითვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხა. როსტომ ერისთავის სახელს უკავშირდება არაერთი სხვა მონასტრისა და ეკლესიის მშენებლობა. ბარაკონის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ის ავთანდილ შულავერს აუშენებია. კანკელის წინ, სამხრეთ კედელთან, თვით როსტომ ერისთავია დაკრძალული. საუკუნეების განმავლობაში ბარაკონს უაღრესად დიდი სულიერი და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კარის ეკლესია იარაღისა და თივის შესანახ საწყობად იქცა. ამან დროთა განმავლობაში რწმენის დაცემა და ადამიანების სულიერი და ზნეობრივი დეგრადაცია გამოიწვია. ისევე როგორც საქართველოს არაერთ ეკლესიასა და მონასტერში, უზომოდ თვალწარმტაცი შემოგარენით რომ გამოირჩევა, აქაც ღრეობა და დროს დარება იქცა ჩვეულებრივ წესად. როგორც ცნობილია, ტაძრის საკურთხეველში პირდაპირ ტრაპეზზე იყო გადაშლილი შთაბეჭდილებათა წიგნი, რომელშიც ყველა მსურველი განურჩევლად სქესისა წერდა შთაბეჭდილებას და აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ წმინდა ტრაპეზთან შეხებით მძიმე ცოდვას იდებდა თავს. 27 აგვისტოს დილის 6 საათზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიონის ხატისასხლი სვეტიცხოვლიდან გამოაბრძანეს და გაგვიწყვა წინ, როგორც არაბეთის უდაბნოში მიმავალ იუდეველებს უძღოდა წინ მისი დიდებული წინასახე ნათლის ღრუბელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას მინდობილი მომლოცველები მიხვდნენ მას. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, ჩვენი დედა ეკლესიის და მასში საუკუნოდ დავანებული უფლის უკერველი კვართის მადლი თან წამოიღო ამ ხატმა. მადლი, რომელიც სვეტიცხოვლიდან მუდამ ეფინება ჩვენს ქვეყანას და შეეწევა აღბედობის ჟამს. რაჭისაკენ მიმავალმა მომლოცველებმა მცირე ხნით შეისვენეს ხიდზე, რომელიც შაორის ულამაზეს წყალსაცავზეა გადებული. სიონის ყოვლადწმინდა ხატი, რომლის ასლიც ბარაკონში მივაბრძანეთ, მრავალი საუკუნის წინ ჯალალედინმა თბილისში ტყვარზე გადებულ ხიდზე დაადებინა და თბილისელებს უბრძანებდა ფეხით გაეთელათ სიწმინდე. ქართველებმა არ ისურვეს ნაბრძანების შესრულება. შესაძლოა ყველანი დავფიქრებულ ვართ იმაზე, თუ დღეს თანამედროვე ეპოქაში და ენ უდაუშვებს ღმერთი, მაგრამ იმავე არჩევნის წინაშე რომ დადგეს თითოეული ჩვენგანი, როგორ მოვიქცევით? ალბათ ამგვარ ვითარებაში არჩევანი გონებით კი არა, ცნობიერების მიღმა მხოლოდ და მხოლოდ გულით ხდება. ალბათ ღმერთით შეგვეწევა და არ გაგვწირავს. კაცმა რომ თქვას მსგავსი არჩევანის წინაშე იქნებ, ბევრჯერ მდგარ ვართ კიდეც სხვადასხვა ვითარებაში და სწორადაც აგვირჩევია, რადგანაც წმინდა ილია მართალმა თავის ერს ჯვარცმული ღვთისათვის ჯვარცმული ერი უწოდა. ბარაკონის ეკლესია უკვე მრავალი წელია აღდგენილია, მოქმედებს და მსახურება რეგულარულად აღესრულება. საღამოს ლოცვა აქ პირველ საათზე იწყება, რათა სოფლებიდან ფეხით მოსულ მრევლს შინ დაბრუნება ღამით არ მოუწიოს. სანამ მე ეკლესია გიხსნებოდა, მანამდე ესე იგი შვილი გამიტანა კაცმა მოულოდნელად. და მე დავდიოდი სულ მაინც ეკლესიაში და მე უფროსმა მომცა გასაღები დაკეტილი იყო ეს ეკლესია და მე ვალაგებდი და ვისაშებოდი წელიწადის სახში არ მისულყ. მე მეგონა თუ ბოშთან იყავი აქანა და ამით მიქავრებდი ჩემს გაჭირებას. მე დაიწყო ერთმა კაცმა შევიდა აღმოსკომში და ეკლესიის გარსა მეც მიუდექი გვერდში და ვიწვალეთ და მოესწარით იმას, რომ გეხსნა ეკლესია. მის შემდეგ ვარ ეკლესიაში ჩემსობას იყო მეუფე იყო ქათამაძე და იმან მითხრა, რომ შენო ხმა გაქვს ესეთია, დავითნობა უნდა ისწავლო. მე დავაწერი ეს ხმას ქართულად და ვისაქენი და მე 3 დღეში ვისწავლე ხოცორი, ისე გულით მიდოდა, ისე ძალიან სულით და გულით, რომ გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე ჩემი ცხოვრების მანძილზე ეკლესიაში და უფალს უნდა ვსახურებოდე. სვეტიცხოვლის საპატრიარქო გუნდის მგალობელი თეიმურა ზარჩვაძე წარმოშობით ბარაკონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან, მუხლიდანაა.
მან ბარაკონის ტაძარს წელს უკვე მე-12 ხატი შესწირა. მაცხოვრის 2 ხატი, რომელთაგან პირველზე უფალი მწყემსი კეთილის სახითაა გამოხატული, მეორეზე კი ცხოვრების ხის სახით. გარდა ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს საეკლესიო დღესასწაულზე ჩამობრძანებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის, ვლადიმირისა და ვლაქერნის, წმიდა უხორცო ძალთამთავრის გაბრიელ მთავარანგელოზის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინო კაპადოკიელის, წმინდა მღვდელმთავრის ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის, წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხატებმა, მათზე გამოსახულთა მეოხებით უკვე აკურთხეს რაჭის მიწა. თეიმურაზისა და მისი ოჯახის მხრიდან უკვე მრავალი წელი არსებობს ეს ტრადიცია ხატების შეწირვისა და ეს არის რიგით მე-12 ხატი. ჩვენ აქამდე არ მიგვიღია მონაწილეობა ამ ხატის შეწირვის პროცესში და ეხლა თეიმურას გაუჩნდა იდეა, რომ სვეტიცხოვლის მგალობლებს თავისი ხელით ჩამოებრძანებინათ ეს ხატი ბარაკონში. თუმცა ბარაკონამდე ჩვენ გავჩერდით ნიკორწმინდაში, პარაკლისი მგალობე და შემდეგ მოვედით ბარაკონში. მომლოცველებმა თავდაპირველად ხატი ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის უძველეს საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სვეტიცხოვლის მონასტრის მღვდელმონაზონმა ილიამ პარაკლისი აღასრულა. მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის გარშემო ლიტანია შესრულდა. ამის შემდეგ მსვლელობა გაგრძელდა და ხატი სოფელ მუხლში, ბატონი თეიმურაზის ოჯახში მიბრძანდა. საგულისხმოა, რომ ბატონი თეიმურაზი ხატებს ყოველთვის მომლოცველთა თანხლებით ჩააბრძანებს ხოლმე ბარაკონში, სადაც გალობით ხვდებიან სიწმინდეს და პარაკლისს აღასრულებენ. თუმცა წლევანდელი წელი, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასხლის მობრძანება, მაინც განსაკუთრებული მოვლენა იყო ბარაკონში. პირველ რიგში იმით, რომ ხატს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი ახლდა თან. ვიყავით ნიკოლოზისა და ცხინვალის ეპარქიაში და ჩემი თვალებიდან არ ამოდის იმათი გახარებული სახეები და იგივე სახეებს ხედავ რაჭაში. ეს მაინდა-მაინც ჩვენ ჩამოსვლას არ შეიძლება მთლიანად დაუკავშიროთ, მაგრამ რაღაც წილი მე მგონი ჩვენ შევიტანეთ აი ამ დღესასწაულში და მინდა აი ამ რაჭის ულამაზესი ადგილიდან, ბარაკონიდან სრულიად საქართველოს მილოცო ღვთისმშობლის დღესასწაული. თითქოს სადაც ჩავდივართ, რაღაცა კადნიერება მალაპარაკებს ახლა ალბათ. გარკვეულ სიხარულს ტოვებთ მე მგონი და რა თქმა უნდა ღვთის ნებით ხდება და ძალით ესა. ასევე დღეს ჩვენ აქ ვართ და სიხარულით ვლაპარაკობთ ამ ფაქტზე. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რეგიონში საბჭოთა პერიოდის გავლა რომ მოუხდა, სოფელ მუხლში, თეიმურაზ არჩვაძის დედულეთში, ეკლესიებიც დაანგრიეს და ადამიანებს დიდი ხნით დაავიწყდათ ღვთისმსახურება. ამას სოფლის დაქვეითება მოხდა. ამჟამად აღარ სკოლაა მუხლში და ზამთრობით 6-ოდე კომლიღა შემორჩება ხოლმე სოფელში. სოფელში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც ისტორიულად მოხდა ჩვენ სოფელში, მუხლში, როდესაც 2 უზარმაზარი ტაძარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდა დიდმოწამე გიორგის. ის ტაძრები თავისთავად ცხადია სოფელში დაინგრა კომუნისტების პერიოდის დროს. და რაც შეეხება ჩვენი ოჯახიდან გამობრძანებული სიწმინდეების ჩამოსვლა ბარაკონის ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი არის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს წესი და რიგი აღასრულო, მაგრამ თავისთავად ცხადია, მე სოფელში ბევრჯერ მithქვავს, რომ ჩვენ გვაქვს ეს დანაკლისი, როდესაც ჩვენმა სოფელმა ეს შესანიშნავი 2 ტაძარი დაანგრია და მის სამშენებლობა სხვადასხვა რადგანაც არ დაადგა საშუალო. და მე მინდა ვთხოვო უფალს, რომ აი ამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თუნდაც დღევანდელი ხატის ჩამობრძანებამ საძირკველი და საფუძველი დაუდოს იმ ფაქტს, რომ სოფელში აშენდეს ის დანაკლისი ტაძრები, რომლებიც ისტორიულად არსებობდა ჩვენ სოფელში. ეს მართლაც უმთავრესი ფაქტია, იმიტომ რომ სხვანაირად გამოსყიდვა ცოდვისა არ მოხერხდება, იმიტომ რომ სავალალოა. მე გუშინაც მკითხეს რატომღაც და დღესაც ვიტყვი იმას, რომ სოფელში პრაქტიკულად ზამთრის პერიოდში სოფელ მუხში რაღაც 7-8 ოჯახი რჩება. შეიძლება უფრო კიდე ნაკლებიც რა. როდესაც რომ თითქმის 250-300 კომლი ოჯახი ცხოვრობდა სოფელში და დღეს აი ხო გეუბნებით 7-8 ოჯახი რჩება ზამთრის პერიოდში. ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია, კატასტროფული სიტუაცია და აი შემდეგი ეტაპი უკვე რაც მოხდა დღეს ხატთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გუნდი ჩამობრძანდა სვეტიცხოვლის გუნდი ბარაკონზე და წირვაში მიიღო მონაწილეობა.
უშუალოდ თავისთავად ცხადია, მე ვერცერთ ვერტგან ბიჭს ვერ გამოვყოფდი აქედან. ეს ყველას დამსახურება, უდიდესი დამსახურება და მე ერთი რამ გულწრფელად მთელი გულწრფელობით გეუბნებით, რომ ღრმად წამს. სვეტი ცოლიდან წამოსული უბრალო მომლოცველი კაციც კი სადაც დადგავს ფეხს, ღრმად წამს, რატომღაც ესეთი სახით წამს. მე პირადად რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და თვითონ სვეტიცხოვლის კვართი, თვითონ სვეტიცხოველი და თვითონ ის კათედრალი, რადგანაც აშენებულია, მე ვფიქრობ, იმ საძირკველზე მთლიანად საქართველოს, მე მგონი რომ წინსვლა და წარმატება არ დააყოვნეს. 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სიონის დედა ღვთისას ხატი გალობით გამოაბრძანეს თეიმურა ზარჩვაძის სახლიდან. მომლოცველები თან გახვდნენ სიწმინდეს და საკმევლის კმევით, ლოცვითა და გალობით სასულიერო პირებისა და მრევლის თანხლებით გადააბრძანეს იგი ბარაკონის ეკლესიაში. სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ, ეპარქიის სამღვდელოების თანამსახურებით. მარიამობას ეს არის მსოფლიო მართლმადიდებლთა დღესასწაული. მარიამის მიძინება ჩვენი სულიერი გამოგვიძებას ნიშნავს. თქვენ იცით რომ ამაღლების შემდგომ მოციქულები დედაღვთისმშობელი შემდგომ დედაღვთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი დაუწყა მიძინება. მან სიხარულით მიიღო იგი. ამიტომ არ უნდოდა რადგან თავის საყვარელი მოწაფეები უნდა ენახა. როდესაც მობრძანდა თომა მოციქული, აკლდამა გახსნეს. ჩვენ უფალი და თომა მოციქულმა შემდგომ ნახა ის აკლდამა, სადაც ღვთისმშობელი იყო მიძინებული და იქ აღარ დახვდა. ესე იგი, იესო მაცხოვარმა თავის მათზე მტრეთით აღადგინა. გამოეცხადა იგივე ღვთისმშობელი მთავარანგელოზთან ერთად და ეს სიხარული გადასაგიდა ყველა მოწაფეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც შეკრებილი იყო იერუსალიმში მასში. წირვის შემდეგ ტაძრის გარშემო ლიტანია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღესრულა. დაკარგული და დავიწყებული სიწმინდეების დაბრუნება. დაბრუნება წინაპართა ფასეულობებთან. ერთადერთ და ჭეშმარიტ ფასეულობას რომ წარმოადგენს, თანამედროვე საზოგადოების უმთავრესი მოვალეობა. ამაში ჩვენ შეგვეწევა მადლი და წყალობა ღვთისა და საკუთარი სწორი, სარწმუნოებრივი ცხოვრება.
აზმყო თუ არ აღწვალო